პროტესტს უნდა უყურო როგორც სტარტაპს. თუ ბაზარი არ არის მზად, სტარტაპი აღარ უნდა გაიტანო. პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათთვის ეს არის სამსახური. და ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, რომ ყოველ ჯერზე ამ ლიდერს ვეძებთ. ყველა გულისიღმეში უმიზნებს 2028 წლის არჩევნებს და ყველას უნდა რომ 2028 წლის არჩევნებზე იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს არის რუსეთის პირდაპირ რუსეთის მიერ გამოვლილი გზა. აი ამას ვინც აკეთებს, არის სულელი. თუ გაქვთ იმედი რა გაძლევთ ამ იმედს, რა უნდა შეიცვალოს. აქედან იწყება უკვე ზვავი, რომელსაც თუ დროზე არ გავაჩერეთ, ვეღარ გავაჩერებთ. ქართულ ოცნებასთან ბრძოლიდან გადავიდნენ ერთმანეთთან ბრძოლას. მე ჩემი ფრუსტრაცია რამ გამოიწვია იყო, რომ პირდაპირ დავინახე, რომ თურმე აქ მთელი ჯგუფები საერთოდ ერთმანეთს არ ესაუბრებიან. სოციალურმა ქსელებმა გაუმარტივა პროპაგანდას საქმე და ჯერ სად ვართ. ასევე არ ვიყავი მომხრე მაინც და მაინც გაერთიანების, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი რესურსების გაერთიანების მომხრე. ჩვენ ვთხოვთ გმირობას ადამიანებს და არ შეიძლება რომ გმირობას ვთხოვდეთ რიგით ადამიანებს. არ არსებობს ეს მოდელი.